აზიდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარჯიშია და ამიტომაცაა, რომ ადამიანების უმეტესობას ვარჯიშის დაწყებაზე ფიქრისას პირველად ისახსენდება. აზიდვის ისტორია 2000-2500 წლის წინ საბერძნეთში, ჩინეთში და ინდოეთში იწყება, სადაც მებრძოლები და მოჭიდავეები აზიდვის მსგავსი მოძრაობებით ცდილობდნენ ზედატანის გამძლეობის და ძალის მომატებას. ამიტომ ალბათ 2000 წლის წინ რომელიმე ბერძენ მოჭიდავეს საინტერესებდა რა მოხდებოდა თუ ყოველ დღე 100 აზიდვას გააკეთებდა. ამ ვიდეოში ვუპასუხებ ზუსტად ამ კითხვას და თან მოვიშველებ თანამედროვე ცოდნას იმისთვის, რომ გავიგოთ საერთოდ შესაძლებელია თუ არა ასეთი ვარჯიშით კუნთის გაზრდა, რამდენად მოგემატება ძალა, არსებობს თუ არა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო და საერთოდ ღირს თუ არა ამაზე დროის დახარჯვა. მოდი პირველ რიგში გავარკვიოთ საერთოდ შესაძლებელია თუ არა ყოველდღე 100 აზიდვით კუნთის გაზრდა. უმეტესობა ვარჯიშს ამ მიზნით იწყებს და 30 დღის მერე არანაირი შედეგი რომ არ შეამჩნიო, დიდი ალბათობით მოტივაციას დაკარგავ. ანუ დაწყებამდე ეს მაინც უნდა ვიცოდეთ. საქმე ისაა, რომ დასაწყისში შენი კუნთები იმდენად მიუჩვეველია მომატებულ აქტივობას, რომ მინიმალური ვარჯიშითაც კი შესამჩნევი შედეგის მიღება რთული არ იქნება. კვირაში მხოლოდ 9 მისვლაც რომ გააკეთო, რაღაც რაოდენობის შედეგი გარანტირებულად გექნება. შეიძლება იმაზე მეტიც, რასაც ყოველდღიური ვარჯიშისგან მიიღებდი, ამაზე მოგვიანებით უფრო სად ვისაუბრებ. აზიდვების დროს ყველაზე მეტად მკერდის, წინადელტის და ტრიცეპსის კუნთები მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტ ზრდას ამ ადგილებში შეამჩნევ, იმის გათვალისწინებით, რომ საკმარისად გძინავს, ანუ 7-დან 8 საათი და შესაბამისად იკვებები, ანუ შენი სხეულის 1 კილოგრამ წონაზე 2 გრამ ცილას ყოველდღიურად იღებ. მაგრამ ასეთ პროგრამაში ერთი დიდი პრობლემაა, რატომაც შეიძლება მის შესრულება საერთოდ არ ვეღებს. შეიძლება ერთ შეხედვით პირიქით ჩანს, მაგრამ კუნთი ვარჯიშის დროს არ იზრდება. კუნთის ზრდა იწყება ვარჯიშის შემდეგ, როცა ისვენებ და ორგანიზმს საკმარის ნუტრიენტებს აწვდით. ანუ ვარჯიშის შემდეგ მინიმუმ 1 ან 2 დღე მაინცაა საჭირო იმისთვის, რომ კუნთები აღდგეს და შემდეგი ვარჯიშისთვის მზად იყოს. ამ პროგრამის დასაწყისში ადამიანების უმრავლესობისთვის 100 აზიდვის გაკეთება ისედაც რთული იქნება და დიდი ალბათობით მეორე დღეს კუნთების ტკივილსაც გამოიწვევს. ამას შემდეგ ემატება მეორე, მესამე და შემდეგი დღეების ვარჯიშები, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნთის აღსადგენად და ტკივილის გასავლელად დრო საერთოდ არ რჩება. ანუ თუ ასეთი პროგრამის დაწყებას აპირებ, პირველი კვირა დიდი ალბათობით ტკივილით ვარჯიში მოგიწევს. მაგრამ თუ არ გაჩერდები, დიდი ალბათობით პირველი კვირის შემდეგ კუნთების ტკივილი მოიკრებს. მეორე კვირაში უკვე იწყება ვარჯიშის კარგი ნაწილი, იმიტომ რომ ამ დროს გარდა იმისა, რომ კუნთები ნაკლებად ტკივა, შეამჩნევ რომ გაძლიერდი და 100 აზიდვას თუ აქამდე 5 მისვლაში აკეთებდი, ახლა შეიძლება მთელი ვარჯიში 4 მისვლაში დაამთავრო. ხშირად გქონიათ ხოლმე, რომ ეს პროგრესი კუნთის ზრდის გამოა, რაც შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ერთ კვირაში კუნთის ზრდა ძალიან მინიმალურად ხდება. სინამდვილეში აზიდვების გაკეთება იმიტომ მიმარტივდება, რომ შენი ორგანიზმი განიცდის ნეიროკომფორტოვან ადაპტაციებს. მარტივად რომ ვთქვათ, შენი კუნთები არიან შემსრულებელი მუშები, ანუ იკუმშებიან და ამოძრავებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილს. ხოლო დავალებას, ანუ რომელი კუნთი უნდა შეიკუმშოს, როდის და რა სიმძლავრით, გასცემს შენი ნერვული სისტემა. ვარჯიშის დროს განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი და იგივე მოძრაობას ძალიან ხშირად იმეორებ, შენი ნერვული სისტემა უფრო და უფრო ეფექტურად აგზავნის სიგნალს იმ ვარჯიშისთვის საჭირო კუნთებამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო ეფექტურად აქტიურდებიან. ანუ შეიძლება კუნთი ჯერ დიდად არ იყოს გაზრდილი, მაგრამ ნერვული ადაპტაციების გამო ძალა მოგემატოს და ვარჯიშის შესრულებაც უფრო მარტივად შეძლო. ამ პროგრესის მიუხედავად, მესამე კვირაში შეიძლება კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი გამოჩნდეს, რომელიც ხელს შეგიშლის ვარჯიშის გაგრძელებაში და ზოგადად ყოველდღიური საქმეების შესრულებაში. ამ პერიოდში კუნთების ტკივილს დიდი ალბათობით უკვე აღარ იგრძნობ, იმიტომ რომ ისინი ყოველდღიურ სტრესს ასე თუ ისე მიჩვეულები იქნებიან. მაგრამ წესები, რომლებიც ამ კუნთებს ძვალზე აკავშირებენ, შედარებით ნელა ვითარდებიან. ჩვეულებრივ შემთხვევაში, როცა ვარჯიშებს შორის საკმარისად ისვენებ და ვარჯიშის სირთულესაც ნელ-ნელა ზრდი, წესები ასწრებენ აღდგენას და კუნთებთან ერთად ვითარდებიან. მაგრამ როცა ასე მოულოდნელად დაიწყება 100 აზიდვის გაკეთებას, წესები მაჯის, იდაყვის და მხრის სახსრებში შეიძლება ჩამორჩნი. ეს იმიტომაა, რომ ყოველი ვარჯიში მყესებში პატარა დაზიანებებს იწვევს, რაც შემდეგ იმატებს და იმატებს, სანამ დაჭიმულობას, გაღიზიანებას ან ტკივილს არ გამოიწვევს. წესების გაღიზიანების მიზეზი შეიძლება არასწორი შესრულებაც იყოს. მაგალითად, თუ იდაყვებს ძალიან განზე გაიტან, მაჯებს არასწორად დაეყრდნობი ან საჯდომს ზედმეტად ქვევით დაუშვებს, სახსრებს არაბუნებრივ პოზიციაში მოაქცევ. რაც 10-20 გამეორებაზე შეიძლება არ იმჩნეოდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ზიანს გაყენებდეს. ამის თავიდან ასარიდებლად პირველ რიგში სწორად უნდა ივარჯიშო და თუ მაჯის, იდაყვის ან მხრის სახსარში რამე ტკივილს იგრძნობ, შეგიძლია ვარჯიშის ვარიაცია შეცვალო, ან საერთოდ 1 ან 2 დღე დაისვენო, იმიტომ რომ ვარჯიშის შემდეგ ტკივილი მხოლოდ გაუარესდება. ამ გვერდითი ეფექტების მიუხედავად, ერთი თვის ბოლოს უფრო ძლიერიც იქნები და განსაკუთრებით მკერდის, ტრიცეპსის და მხრის ადგილებში ცვლილებასაც შეამჩნევ. მაგრამ თუ აქამდე პრობლემა ზედმეტი სირთულე იყო, ახლა დღეში 100 აზიდვის გაკეთება არც ისე რთული იქნება. ეს პრობლემა იმიტომაა, რომ კუნთი მხოლოდ მაშინ იზრდება, როცა ამის მიზეზი აქვს. ეს მიზეზი კი უფრო და უფრო რთული ვარჯიშია.
ახლა შეიძლება 30 გამეორებას უკვე თავისუფლად აკეთებდე, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრესისთვის ჩვეულებრივი აზრდების გაკეთება საკმარისი აღარაა. ამ დროს ჩნდება რეზინების გამოყენების ან წონის დამატების საჭიროება, იმიტომ რომ 30 გამეორებას უკვე თავისუფლად თუ აკეთებ, მხოლოდ გამეორებების გაზრდით გამძლეობა უფრო მოგემატება, ვიდრე კუნთური მასა და ძალა. ამას გარდა თუ მხოლოდ აზიდვებს აკეთებ და სხეულის სხვა ნაწილებს არასდროს არ ავარჯიშებ, კუნთების დისბალანსის ჩამოყალიბების შანსიც მეტია. ამ მიზეზების გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღე 100 აზიდვის გაკეთება არც ისე კარგი გეგმაა. დასაწყისში ზედმეტად რთულია, იმიტომ რომ საკმარისი დრო არ გაქვს კუნთების აღსადგენად და დროის გასვლის შემდეგ პროგრესი ჩერდება და ტრავმის რისკი იზრდება, იმიტომ რომ ყოველდღე ერთი და იგივე მოძრაობას აკეთებ. ამ ნაკლების გამოსასწორებლად შეგვიძლია პროგრამაში რამოდენიმე ცვლილება შევიტანოთ, რომლებიც შედეგს გააუმჯობესებს და უარყოფით გვერდით ეფექტებს შეამცირებს. აღდგენის პრობლემა რომ მოვაგვაროთ, შეგიძლია კვირაში მხოლოდ 3-ჯერ ან 2-ჯერ ვარჯიშო და თითო ვარჯიშზე 100 გამეორების მაგივრად მხოლოდ 3 მისვლა გააკეთო. თავიდან შეიძლება ბევრი არ გამოგივიდეს და 3-ვე მისვლაზე მხოლოდ 60 გამეორება გააკეთო, მაგრამ ასე უკეთესი შედეგი იქნება, იმიტომ რომ ვარჯიშებს შორის კუნთებს აღდგენის საშუალებას აძლევ და ამავდროულად სახსრების და კუნთების ტკივილი შემდეგი ვარჯიშის ეფექტურად შესრულებაში ხელს აღარ შეგიშლის. ერთი და იგივე მოძრაობის შესრულებისგან გამოწვეული ტრავმის თავიდან ასარიდებლად შეგიძლია ვარჯიშის ვარიაციები შეცვალო. მაგალითად, ერთ დღეს ხელები მხრის სიგანეზე დაალაგო, მეორე დღეს უფრო ახლოს და მესამე დღეს ფეხები აამაღლო რომელიმე ზედაპირზე. მოძრაობები შეიძლება დიდად განსხვავებული არ იყოს, მაგრამ ასეთი პატარა ცვლილებებიც კი სხვანაირად ტვირთავს სხეულს, რაც ტრავმის რისკებს შეამცირებს. გარდა ამისა, შეგიძლია ფეხების და ზურგის ვარჯიშებიც დაამატო პროგრამაში იმისთვის, რომ მთელი სხეული თანაბრად განვითარდეს და კუნთის დისბალანსი არ ჩამოგიყალიბდეს. და ბოლოს პროგრესის შენელების თავიდან ასარიდებლად, როცა 30 გამეორებას უკვე თავისუფლად გააკეთებ, შეგიძლია ვარჯიში გაართულო წონის დამატებით ან რეზინების გამოყენებით. საერთო ჯამში ყოველდღე 100 აზიდვის გაკეთებას რეკომენდაციას არ გაუწევდი. მაგრამ ერთი დადებითი თვისება, რაც ასეთ პროგრამებს აქვს, ის არის, რომ ადამიანი ეჩვევა ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას, რაც შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს უფრო უკეთეს ვარჯიშებში და აქტიურ ცხოვრების სტილში. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, დაალაიქე თუ მოგეწონა და გამოიწერე არხი, რომ შემდეგი არ გამოტოვო.